მე-12-13 საუკუნის ისტორია ყველაზე ცუდად არის ალბათ შესწავლილი საქართველოს ისტორიის მონაკვეთებიდან, იმიტომ რომ მთელი რიგი მიზეზების გამო საბჭოთა პერიოდში იყო მცდელობა ამ პერიოდის საქართველოს სტატუსისა და მნიშვნელობის დამდაბლების წარმოაჩენდნენ რეგიონალურ სახელმწიფოდ, რეგიონალურ ლიდერად და რა თქმა უნდა ვერ ბედავდა ეთქვა რომ იმ პერიოდის საქართველო იყო სოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფო. ანუ მე-12 საუკუნის დასაწყისიდან მონღოლების გამოჩენამდე 1220-იან წლებამდე საქართველოს ეჭირა ის სტატუსი მსოფლიო პოლიტიკაში, რაც ვთქვათ მე-20 საუკუნეში ამერიკის შეერთებულ შტატებს, მე-19-18-ში დიდ ბრიტანეთს, მე-17-ში ნიდერლანდებს, მე-16-ში პორტუგალიას. ანუ ვთქვათ თავის დროზე რომის იმპერიას ან ბიზანტიის იმპერიას. მართალია შესაძლოა 100 წელი არც ისე დიდი იყოს, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ საქართველო როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურად მსოფლიოში იყო პირველი ქვეყანა, ეს უეჭველი ფაქტია და ამას ვერავინ ვერ გაექცევა. შესაბამისად, თუ ამ თვალსაზრისით არ შევხედავთ ამ პროცესს, ამ პოლიტიკას და არ განვიხილავთ, თქვათ, პრობლემატიკას აი ამ კუთხით, უეჭველი ვერ გადაურჩებით შეცდომას. ერთ-ერთი ყველაზე დიდებული დასტური საქართველოს პირველობის არის დღემდე შემონახული ეგვიპტის სულთნების, სხვათა შორის სალადინის შემდგომდროინდელი სულთნების წერილები საქართველოს მეფეებისადია. და არა მარტო მეფეების, არამედ თქვათ ერისთავების, უხუცესების, ანუ ამის სპასალარების, მანდატურთ უხუცესების და სხვათა მიმართ და საიდანაც ჩანს თუ როგორ მოგვიხსენიებენ. მაგალითად, ძალზედ ხშირად გვხვდება ესეთი ტიტული, რომელიც გამოქვეყნდა ძალიან პატარა ტირაჟით, მაგრამ ფართო მაყურებელმა ისტორიის მოყვარულმა საზოგადოებამ ნაკლებად იცის. აი პირდაპირ ესე მოიხსენიებენ, თქვა მე-13 საუკუნის დასაწყისში საქართველოს მეფეს. მეფე იმპერატორი ავგუსტუსი და ამ შემდეგ ყველაფერი. აფხაზიისა, რაშიც იგულისხმება სრულიად საქართველო, შაქისა, რაშიც იგულისხმება შირვანი და ანუ აზერბაიჯანის ტერიტორია, ალანიის, რაშიც იგულისხმება მთელი ჩრდილოეთ კავკასიას ეწოდებენ რუსთა და რუმთა. ანუ მთელი რუსული სივრცის იმპერატორად და მთელი რუმთა, ანუ ძველი რომაული სივრცის. რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება ბიზანტიური სივრცეც და ზოგადად საქრისტიანოც. ყოველთა ქრისტიანთა უმაღლეს მმართველს, რა თქმა უნდა, ყველგან მეორდება, როგორც თავად ჩვენი მეფეების ტიტულატურაში, ყოვლისა დასავლეთისა და აღმოსავლეთისა თვითყრობელობით ყრობელი, რაც ნიშნავს თარგმნილია ძველი რომაული ტერმინად ავტოკრატორი, რაც იყო სწორედ იმპერატორის აღნიშნული უმთავრესი ტერმინი და აქვე არის, რა თქმა უნდა, ტიტულები, რომ ყოველთა მუსულმანთა უმაღლესი მფარველი, თქვათ, ყველარჯულის ადამიანის შემწე, მთავარი რა არის, რომ სრულიად საქრისტიანოს უზენაეს იმპერატორად მიაჩნიათ საქართველოს მეფეები, მოყოლებული დავით აღმაშენებლიდან გიორგი ბრწყინვალის ჩათვლით. სხვათა შორის ეს შემკობა ეგვიპტის სულთნებისგან საქართველოს მეფეების თვით მონღოლთა ბატონობის ხანაშიც კი გრძელდება. იმდენად დიდი იყო პრესტიჟი საქართველოსში და შემთხვევით არ არის მარკო პოლო რომ წერს, რომ ბაღდადში იქნება თუ დამასკოში ქართველებს უჭირავთ უზენაესი მდგომარეობა და როგორც ეთყობა მათ რაღაც ნაწილს აწყობთ მონღოლებთან თანამშრომლობაო, თორე ჯერ ერთი ნახევარი საქართველო ისედაც თავისუფალია და გარდა ამისა არანაირი ძალა არ აქვთ მონღოლებს და ვერც ექნებათ რომ ქართველები ყავდეთ მორჩილებაშიო. ამას მოგზაური მარკო პოლოც კი წერს. ყველაფერი ის რაც თამარის ეპოქაში მოხდა, ავი თუ კარგი, იმ დროს, როდესაც საქართველო მართლაც და იყო ყველანაირი პარამეტრით მსოფლიოში პირველი და ევროპელი მოგზაურები თუ ზღვაოსნები შავ ზღვაში კარგ ამინჩი ცურვისას, როგორც ერთ-ერთ ჯვაროსნულ ქრონიკაში არის, თამარ მეფის სადიდებელს გალობდენო და ამითი უხდიდნენ მადლობას უფალს, რომ კარგი ამინდია შავ ზღვაზეო. აი, როდესაც ესეთი განწყობა და სიტუაცია იყო, იქ რა თქმა უნდა მთელი რიგი პრობლემებიც არსებობდა. ის პრობლემები, რომელმაც შემდგომში განაპირობა, ვთქვათ, საქართველოს ფაქტობრივად უომრად კრახი მონღოლებთან და ასე შემდეგ. და
აი ამ ყველაფრის მიზეზი, იმ სიტუაციის გაანალიზების მიზეზი, ჩვენ დავით აღმაშენებლის გარდაცვალების დღიდან უნდა დავიწყოთ. ამოსავალი წერტილი არის დავით აღმაშენებლის ანდერძი, რომელშიც მან დაწერა, რომ მეტახს უტოვებ ჩემზე კარგ ვაჟკაცს, თანამედროვე ქართულით რო თქვა, ჩემ შვილს დემეტრეს, მაგრამ თუ გივარგებს ჩემი მცირე ვაჟი, მცირეწლოვანი შვილი ცვატა, ეს იგივე ვახტანგი, მაშინ მას დაუთმოს ტახტიო. სხვათა შორის პირად ქონებას დავით აღმაშენებელი მთლიანად უწოვებს თავის მცირეწლოვან შვილს და ხახულის ღვთისმშობელს და არა ტახტის, ასე ვთქვათ, მემკვიდრედ იმ მომენტისთვის გამოცხადებულ დემეტრეს. რატომ? იმიტომ რომ სათანადო რესურსი ვახტანგს და ეკლესიას ქონდეს, რომ საჭირო შემთხვევაში დემეტრე ჩაანაცვლა. აშკარად ის არ ემდობა დემეტრეს პოლიტიკურ გემოვნებას და ეს ჩანს ანდერძის ბოლო აბზაცში, როდესაც ესეთ რამეს უბარებს დემეტრეს, რომ მიწანი უმამულონი, ანუ ის მიწები, რომლებსაც არ ყავს თქვა კონკრეტული მეფედან მფარველი, ისე განკარგე და ისეთი სტატუსი მიანიჭე თანამედროვე ქართულით რო თქვას, როგორც გადაგიწყვეტს კათოლიკოსი იოანე და არსენი ყალთოელია. რომელ მიწაზე შეიძლება ყოფილიყო ჯერ ერთი ამას შევეხოთ საუბარი. ესეთი უმამულო მიწა რა თქმა უნდა იყო შემოერთებული სომხეთი. იმიტომ რომ იქ მმართველი დინასტია არ არის, უმამულო ვერ ჩაითვლება შირვანი, იმიტომ რომ შირვანშაჰები დავითის შვილიშვილები იყვნენ და შირვანი ისედაც რომელიც ეთნიკურად წარმოშობით კავკასიური იყო და ძალიან მონათესავე იყო ქართველების, ჩააბარა ჭყონდიდელს, სიმონ ჭყონდიდელს ამართავად, მას დაუქვემდებარა რა მანდატურები და დაიწყო შირვანის გაქრისტიანების პროცესი. და თუ შირვანი გაქრისტიანდებოდა, შირვანი რა თქმა უნდა ერთიანი ქართული სივრცის განუყოფელ ნაწილად გადაიქცეოდა. დემეტრემ რაქთან შირვანში ჯერეს დაამთავრა. ის ნაწილი რაც გაქრისტიანებულიყო დატოვა საქართველოში, ხოლო მეორე ნაწილში თავისი დის შვილი დასვა შირვანშაჰად. და რატომ? იმ დროს შიდა ოპოზიციასთან ყოველთვის ერთგულ მოკავშირედ ყოლოდა შირვანელთა ჯარი. ამიტი მან ხელი შეუშალა შირვანელების ქრისტიანობის დაბრუნებას, რაც რა თქმა უნდა არასწორი იყო, ეს არც გეოპოლიტიკურად, არც წმინდა კავკასიური ასე ვთქვათ, ერთიანობის იდეისთვის არ იყო სასარგებლო, მაგრამ მის პირად ინტერესებში ჭდებოდა. და რა თქმა უნდა, როგორც დემეტრემ თავის დროზე და მერე მისმა შვილმა გიორგიმ, შიდა პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტისას არაერთხელ გამოიყენეს შირვანი და შირვანელები. ერთმა თავის დისშვილი, მეორესთვის მამიდაშვილი, ბიძაშვილები იყვნენ შირვანშაჰი და გიორგი მესამე. ანალოგიური არასწორი ქმედება ჩაიდინა განჯასთან მიმართებაში. განჯა იყო ერთადერთი, ანუ ძველი ქართულით განძა ის ისლამური ქალაქი, რომელიც დავითს არ შემოერთებია უშუალოდ და იმთავითვე დატოვა ხმადნაფიცად, რას ნიშნავს ხმადნაფიცი ქვეყანა. გიხდის იმაზე მეტ შეიძლება, რასაც ჩვეულებრივი ოლქი გადაგიხდიდა, რომელიც შენ შემადგენლობაშია, ოღონდ თავისი მმართველობა აქვს, თავის სამართლით მართება, ეს არის ავტონომიურობა. იმიტომ რომ განძა იყო ისლამური და განძის ტერიტორიაზე ეს ყოფილი მის სიახლოვეს არსებობდა ბარდავი. ჯერ კიდევ გორგასლის დროს სპარსული ეთნოსის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, მერეც არაბების თავმოყრა თუ შემდგომში სელჩუკების ყველაზე მეტად აქ ხდებოდა. რა თქმა უნდა, მათი ძალით ასიმილირება იყო წარმოუდგენელი და დაუშვებელი და ის უნდა ყოფილიყო ავტონომიური და თავისებური და მეტიც თუ ის იქნებოდა თქვათ ერთგვარად ეთნიკურ და რელიგიურ თვითყოფადობა შენარჩუნებულ დაცული ავტონომიური კუთხე კავკასიაში ეს იქნებოდა ხიდი კარგი სავიზიტო ბარათი დანარჩენ ისლამურ სამყაროსთან საკონტაქტოდ კარგი სავაჭრო ურთიერთობების დასამყარებლად და საერთოდ დობის გასაღვივებლად. მაგრამ 1028 წელს მოხდა მიწისძვრა განძაში და დაზიანდა დემეტრე პირველმა ილაშქრა მიწისძვრით დაზარალებული ქალაქი ააწიოკა. მამაკაცები მონებად გაყიდა, გაძარცვა პირწმინდად ქალაქი. ამ ქალაქს ჩამოხსნა კარიბჭე, ჩამოკიდა გელაჩი დღემდე კიდია და ეს ფაქტია. ხოლო აქედა 7 წლის შემდეგ, როდესაც სელჩუკ სულთანზე გაათხოვა თავისი ქალიშვილი რუსუდანი, მზითვად გაატანა, გააჩუქა. გააბოროტა ქალაქი და გააჩუქა. იმ დღიდან მოყოლებული ერეკლე მეორის მეფობის პერიოდის ჩათვლით. განძა გადაიქცეოდა ხოლმე საქართველოზე წამოსული მტრის ნომერ პირველ დასახდენად, იმიტომ რომ შეუძლებელია ეს ბოროტი ხსოვნა, რომელიც იქ დავტოვეთ 1030 წლების მიცულს აღმოფხრილიყო. ამის ჩამდენი მეფე რა თქმა უნდა სუსტი პოლიტიკოსია. რაოდენ დიდი სარდალიც არ უნდა იყოს და სწორედ როგორც ჩანს დავითი მის პოლიტიკურ ალღოს, დემეტრეს პოლიტიკურ ალღოს დავით აღმაშენებელი. იმიტომ არ ენდობოდა და ქონდა სურვილი, რომ თუ იوارგებდა მისი უმცროსი ვაჟი, ის გაემეფებინათ ქართველებს.
სანამ 14 წლის გახდა დავით აღმაშენებლის უმცროსი ვაჟი, დემეტრემ ასე ვთქვათ, ჭკუა იხმარა ბრჭყალებში და საკუთარი ძმა დააბრმავა, რომ ყველანაირი შანსი დაკარგოდა ვახტანგს გამეფების. ამის შემდეგ დემეტრე ამის პარალელურად უпроსორად აგზელებს ესეთ პოლიტიკას. ცდილობს სრულ ასიმილაციას საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩენილი სომხების. ეს რა თქმა უნდა იწვევდა უკუ რეაქციას. ეხლა დემეტრე დედით იყო სომეხი. მას შეიძლება მიაჩნდა რომ თქვა ესეთი მიქსის შექმნა ქართულ სომხურის ძალიანაც კარგი იყო, მაგრამ სომხებს ჰქონდა თავიანთი თვითმყოფადობი, გრიგორიანული ეკლესია, თვითმყოფადობი ენა, კულტურა და რა თქმა უნდა ასიმილაცია იწვევდა უკუ რეაქციას. გარდა ამისა, მართალია სომხეთის როგორც საპატრიარქო ცენტრი ეს იქნებოდა დღევანდელი ეჩმიაძინმაში, აღარ საპატრიარქო დვინის შემდგომში და ასევე უმთავრესი პოლიტიკური ცენტრი ანისი საქართველოს შემადგენლობაში შემოდიოდა, მაგრამ გარდა ამისა, კიდე სხვა სომხეთებიც არსებობდა. არსებობდა ვანის ტბის გარშემო არსებული ხლათის სასულთნო, რომელიც კი იყო ჩვენი ყმადაბიცი, მაგრამ მაინც ცალკე ითვლებოდა და კიდევ ამ დიდი კლიმატური ცვლილების გამო და სელჩუკების შემოსევის ფონზე ხმელთაშუაზღვისპირეთში გადასახლებულ სომეხთა სამეფო სამთავრო, რომელსაც ერქვა კილიკიის სომხეთი. სადაც ასევე მრავალრიცხოვანი იყო მოსახლეობა. მათ შორის ცხოვრობდა ქურთული მოსახლეობა და არამეელები, რომლებიც რელიგიურად, ვინც ქრისტიანი იყო იდენტური სომხების, ხოლო ენობრივად ქურთები ძალიან ახლოს იყვნენ სომხურ ენასთან და ძალიან მჭიდრო კონტაქტიც ჰქონდათ. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა ორი არჩევანი. ჩვენ თუ ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფ სომხეთში აღვადგენდით სომხურ სამეფოს მოვიცოდით, თუნდაც კილიკიელ უფლისრულს, ან ვინმე ქართველ უფლისრულ დავნიშნავთ ამას, არ ქონდა დიდი მნიშვნელობა, მაგრამ ცალკე სამეფო თუ მოხდებოდა აღდგენა, თქვა ანის სამეფოსი, უეჭველი ამას შეუერთდებოდა ახლო მომავალში, როგორც ხლათის სულთანთა ქვეყანა, რომელსაც ჩახარმენთა სახელმწიფო ერქვა, ანუ ისინი რა თქმა უნდა ქრისტიანული ანისისკენ წამოვიდოდნენ, რა თქმა უნდა ამას შეუერთდებოდა კილიკიაც, შუაში მყოფ თქვა ქურთულ სივრცისთვისაც ეს ხსნა იქნებოდა და ნახევარმთვარის ფორმის საქართველოსთან ხმელთაშუაზღვამდე სივრცე გამოიკვეთებოდა, რომელიც თურქულ ისლამურ სივრცეს შუაზე გააპოვდა. სამხარეს დარჩებოდა რუმის სასულთნო, სამხარეს დიდი სელჩუკური სივრცე და კლიმატის ხელახლა აგრილების პირობებში, რაც სხვათა შორის მერე დაიწყო რამდენიმე საუკუნეში. როდესაც თქვა სამიწაკთ მოქმედო საქმიანობის გაღვივების შესაძლებლობა შეიქმნებოდა, მცირე აზია ისევ ქრისტიანულ სივრცეს დაუბრუნდებოდა ბოლომდე, იმიტომ რომ იქ ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებულ თურქ-სელჩუკთა სახელმწიფო რუმის სასულთნოს მოსახლეობის 90% დღეს დნმ-ის კვლევა ადასტურებს, რომ ეგრეთ წოდებული გასელჩუკებული ძველი მოსახლეობა იყო, იგივე მესხები, იგივე ბერძნები, იგივე სომხები და არა თქვა თურქული სეგმენტი და შენ თუ თქვა კლიმატი და პირობა გეკნებოდა საიმისო რომ აქ ისე მიწათმოქმედებას დაბრუნდებოდი და მოტარაშე მესაქონლეურ მომთაბარე ცხოვრებისთვის თავი დაგენებებინა, რა თქმა უნდა ის სივრცე კულტურულად ისე უკან მოტრიალებადი იყო და აბსოლუტურად სხვაგვარად წავიდოდა მსოფლიო ისტორია. გარდა ამისა, ნახეთ ჩვენ გვიწოდებენ მეფეს რუსთა, ხო? დავით აღმაშენებელმა ჩამოასახლა ყივჩაღები და ისინი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საქართველოს შემომავალდნენ მაშინ, მაგრამ დღეს აზერბაიჯანში მოქცეულ ტერიტორიაზე ჩამოასახლა, იმიტომ რომ აჩკარად ჩანს იქ ყივჩაღური მოსახლეობა გააქრისტიანა და ერთგვარად ვინაიდან თურქი ყივჩაღი იყო ენობრივად და გენეტიკურად მონათესავე თურქის სელჩუკის, უკვე თურქულ სივრცეში დაიწყო ქრისტიანული სივრცის თქვა ჩადება, ხო? ეს კიდე ცალკე რა მუშაობს, მაგრამ სამაგიეროდ ჩრდილოეთ კავკასიური სივრცე ყირიმიდან კასპიის ზღვის სანაპირომდე გათავისუფლდა და ჩრდილოეთ კავკასიაში ჩვენ მონათესავე ქართული ეკლესიის სულიერი შვილი მოსახლეობა იყო. რა თქმა უნდა, სავსებით რეალური იყო მიგრაცია ჩრდილოეთისკენ და ამ სივრცის, თქვა კავკასიური ქართულის ფენომენისგან ათვისება, რაც რადიკალურად შეცვლა სამომავლო მსოფლიო ისტორიულ პროცესს. თუ გავითვალისწინებთ, რომ იმდროინდელი ქართველობა 5-დან 8 მილიონამდე მაინც იყო მინიმუმ, ეს კი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ერა წარმოგვაჩენდა და დღევანდელ დღეს რო ვიყოთ 120-დან 180 მილიონამდე დაახლოებით ამას უდრის, მაშინ რა პერსპექტივები გვესახებოდა ქართველებს მსოფლიო ასპარეზზე გარჯა მაყურებლისთვის მოგვინდია. მაგრამ ასაკეთებს ამ დროს დემეტრე ცდილობს ასიმილირებას ანისისა, რასაც მოსდევს აჯანყებები, ამას უერთდება სელჩუკური სივრცე და ბოლოს იდება ზავი და იქ ხმადაბიცად შედადიანთა დინასტიის მუსულმანი ჯდება ხოლმე. შემდეგ კიდე მეორდება ეს. მერე კიდევ იგივე შედეგი, იგივე პროცესები მეორდება გიორგი მესამის დროს და საბოლოო ჯამში მართალია
მე-12 საუკუნის მიცულს ანის ბოლოს დაიმორჩილებენ და იქ წარწერებიც ქართული ხდება და იქაური მოსახლეობის 99% მართლმადიდებელი ხდება. მაგრამ მინდა მსმენელს გავახსენო ერთი ფაქტი, რომ როდესაც 1235 წელს მონღოლები მოადგნენ საქართველოს, ჩვენ კარგად ვიცით, რომ აღმოსავლეთ სამხრეთ საქართველოს დიდი ფეოდალები განსაკუთრებით ეს იყო მხარგრძელთა განშტოებები, უომრად დანებდნენ რუსუდან სხვათა შორის არ დანებდა დედოფალი და გადავიდა დასავლეთ საქართველოში, ესენი უომრად დანებდნენ რატომღაც და იქ ისწრეს ვალდებულებად მონღოლურ ჯარში ბრძოლა სხვადასხვა სივრცეების დასალაშქრად და დასაპყრობად. რა ჩანს ნიკო ბერძენიშვილის მიერ გამოქვეყნებული 38 წელს გამოქვეყნებული წერილებიდან. მხარგრძელები და სხვა შორის უკვე განსუმხებული ორბელები მონღოლებს წერენ, რომ ჩვენ გნებდებით იმიტომ, რომ გვინდა რომ გწნო სომხეთის მეფედ. ქართველები ეწევიან ჩვენს ასიმილაციას, გადაგვარებას, გვინდა გამოყოფა ცალკე სამეფოდ და ვიქნებით თქვენი ერთგულნი, ოღონდ საქართველოს დაგვანგრევინეთ. ეს არის ცნობილი ზაკარია მხარგრძელის შთამომავლების წერილები მონღოლების მიმართ. ამის წინაპირობა სწორედ იყო ასიმილაციის უხეში მცდელობა, რომელსაც დემეტრე პირველი ეწეოდა, რომელსაც ქართული საზოგადოება როგორც ეთყობა არ ეგუებოდა. სხვა შორის სომხეთის ინტელექტუალურ საზოგადოებაც, ჩვენი სამღვდელოებაც და ორჯერ იყო მცდელობა დემეტრეს გადაყენების. პირველად ეს ამბავი 40-იან წლების მიწურულს ჩავარდა, მაშინაც მან გადაყენების მცდელობას მეტაურობდა დემეტრეს უფროსი ვაჟი და ტახტის მემკვიდრე დავით მეხუთე რო გახდება შემდგომში, ხოლო 1155 წელს დემეტრე გადააყენეს. ბერად აკვეცეს და ჩვენ თუ ჩავხედავთ დავითის მომხრეთა სიას, აქ არიან საეკლესიო ჩვენი ქართული ეკლესიის მესვეურები, აქ არიან დავით აღმაშენებლის ძველ თანამებრძოლთა შვილები და შვილიშვილები, აქ არიან სხვათა შორის სომხური ელიტა და ანუ რეალურად კავკასიური პოლიტიკის დავით აღმაშენებლის პოლიტიკურ კურსზე დაბრუნების მცდელ ადამიანთა ჯგუფი. ამის შემდეგ მოხდა ესეთი რამ. დავით მეხუთის ძმა გიორგი გაურიგდა ერთ-ერთ დიდაზნაურს ივანე ორბელს და შესთავაზა ასეთი რამ. თუ ივანე ორბელი მოწამლავდა მეფეს, სანაცვლოდ ის მიიღებდა ამის პასალარის თანამდებობას. ივანე ორბელმა გიორგი მესამის მაშინ ჯერ კიდე უფლისულ გიორგის მითითებით მოკლა მეფე. გამოვიდა მონასტრიდან დემეტრე და დავითის ვაჟი კი არა იყვანეს თაღზე დემეტრე დემნა ბატონიშვილი. არამედ ძმის მკვლელი გიორგი მესამე დასვეს მეფედ, რა თქმა უნდა ისევ ჩაშალეს დავითის და დავით აღმაშენებლის თუ მისი შვილიშვილის პოლიტიკური კურსი, ისევ დაიწყეს ეს უაზრო ასიმილაცია, ანექსიების პროცესი, რამაც რა თქმა უნდა საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესა. ის რომ გიორგის დროს და დემეტრეს დროს ყველა ბრძოლას ვიგებთ, ეს არ ნიშნავს რომ სულ პოლიტიკას ვეწევით. იმიტომ რომ როდესაც 4-ჯერ ერთ და იგივე კოალიციასთან გიწევს ომი, ეს ნიშნავს რომ ისინი რაღაცას ვერ არეგულირებ, რაღაცას არასწორად აკეთებ. შენ წინ უნდა მიდიოდე, ხო? შენ უნდა ვთქვათ, ერთხელ და სამუდამოდ ახერხებდე მოკავშირეების შეძენას და როდესაც განუწყვეტ მტრებს იცენ, ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებ. მერე რა როი, არა, კარგია რომ იმარჯვებ. კარგია რომ ძლიერი ხარ, მაგრამ ძლიერების ფუჭად გახარჯვა და ფუჭად ახარვა რა თქმა უნდა ცუდია. რა თქმა უნდა გააგრძელა როგორც თქვით გიორგიმ ეს პოლიტიკა და აი დადგა 1177 წელი. 1177 წელს შეიკრიბა ისევ ქართული ელიტა და თუ დავაკვირდებით ვინ არიან მონაწილეები, ყველაფერი ნათელი იქნება. პირველ რიგში უდიდესი ქართველი მეცნიერი, ეთნოფსიქოლოგი, საეკლესიო მწერალი, თეოლოგი, ეზოთერიკი ესე შეგვიძლია უწოდოთ და წმინდა ჩერაცხული ნიკოლოზ გულაბერიძე. ეს იყო კათოლიკოს პატრიარქი. ვინ იყო ნიკოლოზ გულაბერიძე ოჯახი? ეს იყო დავით აღმაშენებლის განუყრელი მეგობრის და დავით აღმაშენებლის დროსვე უკვე ეპისკოპოსის შემდგომში კათოლიკოს პატრიარქის სიმონ გულაბერიძის ძმის შვილი. პირველ რიგში არ უნდა დავივიწყოთ. ვინ დაუპირისპირდა გიორგი მესამეს? წმინდა ნიკოლოზ გულაბერიძე, სვეტი ცხოვლის საკითხავი, ჩვენი ეკლესიის კონსტიტუციის ავტორი, გენიალური ნაშრომის.
დემნას სიმამრე. ანუ ივანე ორბელმა რაკნა, ივანე ორბელი რა თქმა უნდა მზაკვარი იყო. მან მართალია მოკლა დავითი, მაგრამ ალიბად თავისი უსაფრთხოების გარანტად მოითხოვა რომ დემნა თავად გაეზარდა. იმიტომ რომ კარგად ხვდება, მიანდეს დემნა. როგორც ეთქობა გიორგი ფიქრობდა რომ დემნასაც მოკლასო, რა თუნდა მოკლული შვილის გაზდა. მაგრამ ივანე სხვა გზას დაადგა, დემნა არ მოკლა. დემნაზე თავისი ქალიშვილი დააქორწინა. ამითი დაიახლოვა და როდესაც დადგა სათანადო ჟამი, ივანე ორბელი, ნიკოლოზ გულაბერიძე გიორგის სთხოვენ რომ მორჩა გადადგეს ტახტიდან და კანონიერ მემკვიდრეს დაუთმოს ტახტი. საინტერესო რა არის, გიორგის არც კანონიერი ცოლისგან და არც უკანონო ურთიერთობებიდან ვაჟი მაინც არ ყავდა. ყველა შემთხვევაში მისი ერთადერთი მემკვიდრე იყო დემნა დემეტრე ბატონიშვილი. მეტიც, საერთოდაც დემნა დემეტრე ბატონიშვილი გიორგიზე უფრო ლეგიტიმური იყო და მანამდე უნდა ემება. ეს ერთი. მეორე, მას დაუჭირა მთლიანად ქართულმა არმიამ მხარი. ქართულ დიდ აზნაურთა უდიდესმა პროცენტმა, ქალაქებმა, საიდან ჩანს ეს ყოველივე. იმიტომ რომ როდესაც მიწერეს წერილი გიორგის და უთხრეს რომ მორჩა დემნა ჩვენთვის მეფე და შენ ხელი დაადე ბაგრატიონთა საგვარეულო მამულში, საქართველოში ადრეც გვითქვამს და ალბათ უნდა გავიმეოროთ რომ ქონება იყოფოდა რამდენიმე ნაწილად. არსებობდა საეკლესიო ქონება, არსებობდა კერძო პირთა ქონება, თქვა ეს იყო გლეხი, აზნაური თუ უაზნო, კერძო საკუთრება, არსებობდა სახელმწიფო ქონება და არსებობდა კიდე ცალკე ბაგრატიონთა ოჯახის ქონება. და ისევე როგორც თქვა, აი ჯერ კიდევ სტრაბონის აღწერაშია რომ სამეფო სამეფო გვარის მიწა. ანუ ეს არასოდეს არ ყოფილა ჩვენთან ისე რომ მეფის ოჯახის ყოფილიყო ყველაფერი, არა. ერთ-ერთი 4 საკუთრების ფორმიდან ერთ-ერთი იყო სამეფო ოჯახის დაქონებარებაში ყოფი მიწა და აი ამ მიწებიდან რაც გსურს შეარჩი აირე შენთვის და შენი ქალიშვილებისთვის, მას 2 ქალიშვილი ყავდა თამარი და რუსუდანი და მოჩა მეფე არის დემნა გამოცხა. ჩვენ ახლა დაკარგულად ცნობებდა ვინაიდან დემნას ამბავი გაგზავნა წელიწად ნახევარი და კათოლიკოს პატრიარქი მისხარეს იყო, რა თქმა უნდა, სავსებით რეალურია რომ ის მეფე დაკურთხეს. სავსებით რეალურია ამის დაშვება და ვინ დაუჭირა მხარი გიორგის. მხოლოდ და მხოლოდ ნაყივ ჩაღარმა ყუბასარმა, ნაყივ ჩაღართან მცირე რიცხოვანი 500 კაციანი რაზმით და ამ რაზმთან ერთად თბილისის ციხე შემოაფარა თავი. რა თქმა უნდა, დემნას ჰქონდა არჩევანი რომ თბილისზე განეხორციელებინა შტურმი, აეღო ციხე, მაგრამ ეს გამოიწვევდა იმ დროიდან მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალაქის სერიოზულ იავარქმას, ხო? მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის, ასე ვთქვათ, იმ პერიოდის. ამიტომ მათ თავი შეიკავეს, გარკვეულწილად დაბლოკეს თბილისის ციხე, ვაჭრობა, ჩვეულებრივი ცხოვრება მიდიოდა და პროცესი, როგორც დაახლოებით წელიწად ნახევარი გაგრძელდა. აი, ამით ისარგებლა გიორგი. დაიწყო წერილების მიწერა დემნას ბანაკში მყოფი მეორე და მესამე თანამდებობაზე მყოფი პირებისთვის და ესეთად პირველი აღმოჩნდა ყოფილი წარმოშობით ქურთი რელიგიით გასუმხებული გრიგორიანი სარგის ხარძელი, რომელიც ასე ვთქვათ ორბელთა ყმა იყო და შესთავაზა რომ შენ თუ გადმოხვალ ჩემ მხარეს შენი ხალხით, აი მე შენ მოგცემ ორბელის მამულებს და თქვათ შეიძლება მინისტრათაც გაქცია. და პირველი სწორედ სარგის ხარზელმა გაბედად გიორგის მხარეს გადასვა, ახანის კარგად მიიღო გიორგიმ და გამოსცა. მართალია თვითნებური ბრძანება იმ მომენტისთვის შეიძლება, მაგრამ სარგის ხარზელის დაწინაურების შესახებ უკვე ნელ-ნელა დაიწყო ზოგიერთმა ხალხმა გადასვლა გიორგის მხარეს. ამასობაში გიორგის მოეშველა მისი მამიდაშვილი შირვანშაჰიც და უკვე შეძლო თანდათანობით ისე გაუმრავლდა ძალა, რომ დემნას მომხრებს უკან დაახევინა. ისინი ლორეში გამოიკეთდნენ, მათ ხოდო 30,000 კაცი ყავდა, გიორგის შესაძლოა უფრო მეტი დაუგროვდა, ამიტომ ივანე ორბელი შეეცადა, რომ დამატებით ძალად ადარბადაგანიდან და თქვა სხვა ისლამური ქვეყნებიდან ძალები მოაზიდა, იგაუშვა თავისი ძმა და ძმისშვილი, რაც რა თქმა უნდა არანაირად არ აწყობდა დემნასო მისი ტახტისთვის. ახლა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ტომელები შემოსულიყვნენ და ქართველთა სისხლი დაღურილიყო, ამიტომ მიატოვა ლორე, ეახლა ბიძამის და უთხრა რომ აღარ მინდა მე წყვეთ ბრძოლას, ნუ დავყვრით ქართველთა სისხლს. გიორგიმ და მისმა დამ რუსუდანმა
რომელიც ორჯერ იყო განათხოვარი ისლამურ ქვეყნებში, უშვილო, დაბრუნებული და ასე ვთქვათ, გიორგის ბოროტი გენია, დაასაჭურისეს და დააბრმავეს დემნაო. რა თქმა უნდა, დემნას ნამდვილი ბედი კიდე შესასწავლია და კიდე ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ აქ საინტერესო ერთი რამ. რა თქმა უნდა, კათოლიკოს პატრიარქი ამის არ დახვდებოდა. ამიტომ ნიკოლოზ გულაბერიძე გადაყენებული იქნა, წავიდა ის იერუსალიმში და კათოლიკოსად დანიშნეს კაცის მკვლელი პირდაპირ გაგებით, მიქაელ მირიანის ძე, რომელიც რა თქმა უნდა დათანხმდა დემნას ესე სასტიკად დაჟას ეს ერთი და ეს ის კაცია მიქაელ მირიანიძე, რომელიც შემდგომში უბრალოდ წინსრებად ვიტყვი, გიორგის გარდაცვალების შემდეგ თავის ხალხს ამოაწყვეტინებს წიგნობარ თუხუცეს ჭყონდიდელის ანტონ გნოლის თავიზმის ძმებს, ანუ ოჯახს გადააყენებს წიგნობარ თუხუცეს ჭყონდიდელობიდან ანტონს და თვითონ კათოლიკოს პატრიარქი მიქაელ მირიანიძე შეიერთებს ჭყონდიდელისა და წიგნობარ თუხუცესის თანამდებობას, ანუ პატრიარქი მიიტაცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრობას უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეობას. რეალურად ამ არის გამეფების წინ მივიღეთ ესეთ სურათი. კაცის მკვლელი არის კათოლიკოს პატრიარქად. გიორგის მხარს უჭერს საკმაოდ მორალისაგან დაცლილი სოფლიო მოვლილი ქალი რუსუდანი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელი მისი და ასევე მის გვერდში არის ნაყივ ჩაღარი ხუბასარი, რომელიც დაინიშნება სამხედრო მინისტრად. აზნაურების ყმა, ჩვეულებრივ ყოფილი ყმებიდან გამოსული ადამიანი აფრიდონი, რომელიც დაინიშნება სამეფო მამულის მინისტრად, ანუ მსახურთუხუცესად და მსახურთუხუცეს ექვემდებარებოდა მესაწოლე თუხუცესი და მესაწოლენი, ანუ მუშკეტერები, მეფის პირადი დაცვაც. და გარდა ამისა, გიორგისთან აღმოჩნდება ის ხალხი, ვინც ან გაჩუნდა, ვინც დემნასთან იყო, მაგრამ შემდგომში გადმოვიდა, ვისაც თავი ნეიტრალურად ეჭირა, ძირძველი საგვარეულოები, რომელსაც ესე ხელაღებით ვერ შეეხებოდა გიორგი და საკმაოდ ანგარიშს უწევდა, როგორც იყო მაგალითად მარუშია და იოანე მარუშიზის შთამომავალი ვარდანის ძეები და იგივე დადიანები, როგორებიც იყო გამრეკელი თორელები, როგორიც იყო ბახლაუნთა შთამომავალი, თქვა ჩაყელები, კალმახის ერისთავები და ასე შემდეგ. ეს ხალხი, რომლებსაც ერთგვარი ნეიტრალური პოზიცია ეჭირათ, მაგრამ დიდად კმაყოფილნი, რა თქმა უნდა, არ უნდა ყოფილიყვნენ მომხდარი ვითარები. და ეს სიტუაცია იყო, გიორგი მართალია, იმიტომ რომ თქვა თავის ქალიშვილს მერე პრობლემა არ შექმნოდა 1179 წელს თამარი აკურთხა მეფედ და თანამეფედ გამოაცხადა, მაგრამ როდესაც ის 1194 წელს მარტის თვეში კახეთში გარდაიცვალა, სრული გაურკვეველი სიტუაცია შეიქმნა საქართველოში. აქ პირველ რიგში ამ პერიოდში მნიშვნელოვანია თამარ მეფის სახე, რომელიც ფაქტობრივად გლოვაში ატარებდა თავის ცხოვრებას ამ პერიოდისთვის, მისთვის როგორც ჩანს წარმოუდგენელი ტკივილი იყო მისი ბიძაშვილის დემნას ასე დასჯა და ასე ვთქვათ, დემნასთვის ყველაფრის, რაც კანონიერად დემნას ეკუთვნოდა წართმევა, ეს აშკარა ჩანს, იმიტომ რომ დემნას იმ მდევნილ მომხრეებს, რომლებიც განკვეთილნი იყვნენ, გიორგის დროს თამარი დაიბრუნებს, შეიწყალებს, მამულებს მისცემს. ანუ ცდილობს მაქსიმალურად აი ეს ტკივილი, რაც დემნასგან დარჩა, განაქაროს და გამოისყიდოს. და გარდა ამისა, მისთვის ახლა ეს ტრაგედია ხო დარჩა მარტო ამ ხელა მსოფლიოში უმნიშვნელოვანეს ქვეყნის მმართველად და აი ამით სარგებლობს, ამით იწყებს ამ სიტუაციის გამოყენებას პირველივე დღეებიდან იწყებს კათოლიკოს პატრიარქი და თამარის მამი და რუსუდანი. და რას გაანახორციელებენ? კათოლიკოს პატრიარქი სწორედ ამ დღეებში რა ქვია, დაახოცვინებს ჭყონდიდელის ძმებს, გადააყენებს ჭყონდიდელს ათნო გნოლის თავიზებს და მიიტაცებს წიგნობარ თუხუცესობასაც და ჭყონდიდელობასაც, მაგრამ მან იცის, რომ ეს ისეთი უმსგავსო საქციელია, რომ ამას არ ეყოფა მარტო მისი, ასე ვთქვათ, რანგი კათოლიკოსობის და ის დასაყრდენს პოულობს ძირძველ ქართულ საგვარეულოებში მათთან ალიანს კრავს და მათი გულის მოგების მიზნით მხარდაჭერას აუქვამს, როგორც ეტყობა და ეს ძველი გვარები, როგორც არის თქვა, აი ვარდანის ძეები, ამანელის ძეები, საღირის ძეები, თამარს მოთხოვენ, რომ მოიწვიოს დარბაზი და იქ დემნას მკვლელობის გამო
დაწინაურებული ხუბასარი, აფრიდონი, ჯიშონი, უგვარონი, როგორც ისინი ფიქრობენ, გადააყენონ. და ეს მოხდება დარბაზზე. ნახეთ რას აკეთებს მიქაელი თვითონ თავად მკვლელი, თავად აღზევებული დემნა სისხლზე. უკვე სხვათა გაწირვით, სხვათა შეწირვით თავის მდგომარეობასაც იმტკიცებს და ამავდროულად იგებს ისეთი ხალხის გულს, რომელიც დასაყრდენად გამოადგება იმ ძირძველ საგვარეულოებს. ხუთულო არსლანს მართალია ისტორიკოსი უწოდებს ჯორს, ბიჭს, რომ რაღაც შეუსაბამო ქორწინების ნაყოფი უნდა იყოს. სახელიც უცნაური ქვია, ხუთულო არსლანი, ოქროს ლომი. მაგრამ ხუთულო არსლანს ვერ ეხებიან და არც ითხოვენ მის გადაყენება ძირძველი საგვარეულოები. მათთვის ხუთულო არსლანი დაბიო არანაირად არ არის, მაგრამ რაღაც შეუსაბამო ქორწინებით არის ჩასახული, როგორც ისტორიკოსისგან ჩანს. ვინ შეიძლება იყოს? სახელიც ბევრზე არ მეტყოლებს. ხუთულო არსლანს თანამდებობა უჭირავს ძალიან დიდი მეჩუცლად ხუცესი ფინანსთა მინისტრია და მის დაქვემდებარებაში არის ყველა ქალაქის, მათ შორის დედაქალაქის მერი, ანუ როგორც მაშინ ამით ამირა თბილისს ასე იწოდებოდა. ეს ხუთულო არსლანი არის ძალიან ამაყიც, გრძნობს თავის ძალას, სოჭოს მოურიდებელი. სავარაუდოდ არის პირადად შემივე ვერსია, რომ ეს უნდა იყოს რომელიღაც ბაგრატიონის, სამეფო ოჯახის წევრის უკანონო შვილი. და ყველა საოცარი რა არის, ხუთულო არსლანი თბილისის ქუჩებში დაცვის გარეშე დადიოდა. მას არაფერს არ ეშინია. რუსუდანის ბრძანებით ხუთულო არსლანი დააპატიმრეს. რომ ბრალად დასდეს თავხედობა, რომ ესე მოურიდებლად ულტიმატუმებს აყენებდა და ფიქრობდნენ, რომ ამით განეიტრალდებოდა ყველაფერი. მაგრამ მოიმიღეს საპირისპირო რეაქცია. გამოვიდაო ხუთულო არსლანის მომხრეთა ლაშქარი, რომელთაც აიღეს ტფილისი და სამეფო კარი ალყაში მოაქციეს. ისინი მთელი დედაქალაქი დაიკავეს. რეალურად გამოკეტეს სამეფო სასახლეში სამეფო ოჯახი და მოთხოვეს კატეგორიულად ხუთულო არსლანის უნებლად განთავისუფლება და ყველა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება. არანაირი ძალა არა, ესე იგი აქედა რა ჩანს, რომ ის იდეა, რომელსაც ხუთულო არსლანი ახმოვანებს, არის გაბატონებული საქართველოში და ჩვენი მაშინდელი ერის, თქვათ, ძლიერ ადამიანთა, ქმედ ადამიანთა უდიდესი ნაწილი იზიარებს ამ იდეას. და ის საინტერესო რა არის, როდესაც თქვა ჩერიგება მოხდება, ბოლოს და ბოლოს ხუთულო არსლანს რა თქმა უნდა არ დაჟიან და განთავისუფლებენ, თანამდებობაზე რა თქმა უნდა ის აღარ დაბრუნდება, შუამავლობას იქისებს ორი მანდილოსანი ხვაჭაკ ცოკალი, სურამელის ცოლი და სამძივარების დედა კრავაი ჯაყელი და ამის შემდეგ კომპლექტება მთავრობა. ნახოთ ვინ არიან ისინი. თავდაპირველად სამხედრო მინისტრად სარგის მხარზელი, რომელსაც მალე შეცვლის ძირძველი ქართული საგვარეულოს წარმომადგენელი გამრეკელი თორელი. სახურთუხუცესად ინიშნება პირდაპირ წერილ გლეხური წარმოშობის ჭიაბერი. მეჩუჩლეთ უხუცესის უწყებას, თბილისის უწყებას მთლიანად არაარისტოკრატული ფენის წარმომადგენლები მართავენ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ესეთი პიროვნება აბულასანი, რომელსაც პირდაპირ უწერია წყაროში არა აზნაურთაგან, მკვიდრთაგან, მოქალაქეთაგან, ქონებით აღზევებულთაგან. კაცი, რომელიც იყო მერი თბილისის, იყო ფინანსთა მინისტრის სხვადასხვა პერიოდში და ერთ-ერთი გადამწყვეტი ფიგურაა ამ ბანაკში. და მათ შორის არის თქვა ძირძველი ქართული, აი იოანე მარუშიზის შთამომავალი ვარდან დადიანიც. სოთნე დადიანის ერთ-ერთი წინაპარი, რომელიც უბრალოდ ის ხდება სახურთუხუცესი, ასევე ერთ-ერთი მინისტრი ხდება, როგორც თქვი, ჭიაბერი და აი კაბინეტში შედიან ეს ადამიანები, ანუ ერთბაშად და ერთდროულად. გლეხური ფენიდან წამოსული, ვაჭარ-ხელოსანთა ფენიდან წამოსული ადამიანები და უძველესი ქართული არისტოკრატიული წრიდან წამოსული ადამიანები. ეს რას ნიშნავს, რომ აქ ამ პერიოდის საქართველოში ელიტა ეფუძნება არა გვაროვნულ წოდებრივ სისტემას, არამედ პერსონალურ ღირსებებს. დარბაზის გარეშე აწი მეფეს არა აქვს არც თანამდებობაზე ვინმეს დანიშნვის, არც გადაყენების, არც ომის გამოცხადების, არც ზავის დადების, არც ბიუჯეტის შექმნის უფლება, არაფრის უფლება და დარბაზი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ თამარი დააქორწინონ. და ვის მიყავს დარბაზის ხტომა აი ამ დღეებში, რომ დააქორწინონ
ვიკინგთა შთამომავალ რიურიკოვიჩების შტოს წარმომადგენელ ყივჩაღებში თავშესაფარებულ იური რიურიკოვიჩის ქართული წყაროებით გიორგი რუსზე. აი ისევ და ისევ ერთ-ერთი პირველი ფიგურა აქ არის აბულასანი და ევალება დარბაზის წევრს ქართული პარლამენტის წევრს რელიგიით ებრაელს ანუ იუდაელს ზანქან ზორაბაბელს რომელსაც ჩამოყავს თამარი საქმე. აი აქ განჯამი მინდია მსმენელისთვის 1185 წლისთვის საქართველოს სამეფო კარი კი არა საქართველოს პარლამენტი დარბაზი არის დემოკრატიული სადაც პირველი სიტყვა გლეხური წარმოშობის ხალხს ეკუთვნის სადაც თვით დედოფლისთვის ქმნის მოგვრა არაქართული წარმოშობის დიდ ვაჭარს ზანქარ ზორაბაბელს ებრაელს თუ გასაგებია ქართულ ებრაელს მაგრამ მაინც ხო სხვა რელიგიის ადამიანს შეუძლია ეს არის ის ქვეყანა რომლის მეფესაც წერილს წერს ზუსტად ამ დღეებში და ამ პერიოდში სალადინი და ნებართვას იღებს თამარისაგან იმის აღქმით რომ არაფერს არ დაუშევებს იერუსალიმში საქართველოს სიწმინდებს იმიტომ რომ ეს თამარის საფასუხო წერილიდან ჩანს ნებართვას იღებს რომ თქვა იერუსალიმი აიღოს ვერ ბედავს ნაბიჯის გადადგმას სალადინი თამართან საქართველოსთან შეთანხმების გარეშე აი ამ პერიოდის საქართველოში ესეთი დემოკრატიის ხარისხია ესეთი თავისუფლება და პარლამენტარიზმის ის პრინციპები მუშაობს და სოციუმი ისე აგებული როგორიც შესაშურიათ შეიძლება დღესაც კი ბევრ ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ ქვეყანაში 1185 წლიდან 1187 წლამდე საქართველოს მართლაც სოფლიოში კვლავაც უძლიერეს სახელმწიფოა მას ანგარის უწევს თვით ისლამური სამყაროს ლიდერი სალადინი ჯვაროსნების თელს კოალიციაზე უფრო ძლიერია საქართველოს საერთოდ როგორც ეკონომიკურად, პოლიტიკურად, კულტურულად საქართველოს ბადალი არ ყავს. სწორედ ამ პერიოდში თავდება ვარძიის შენება და დღეს ვარძია რო არ იყოს თქვა მე-13 საუკუნის მიწურულს დაზიანებული და მთელი ფასადი ჩამონგრეული, ალბათ სოფლიო ისტორიაში უფრო გრანდიოზული არქიტექტურული ძეგლი არც იარსებებდა და რეალურად იყო დრო როცა არც არსებობდა. ეს რა თქმა უნდა გამოხატულებაა ჩვენი ყველა სახის ძლიერების, როგორც ეკონომიკურის, ისე პოლიტიკურის, ისევე კულტურულის. 1187 წელს სიტუაცია ერთბაშად შეიცვალა. საქმე ის არის, რომ თამარის მამიდამ რუსუდანმა მოიწვია დარბაზი, სადაც გამოიყვანა თამარ მეფე და მოხდა თამარის ქმრის მხილება სოდომურ ცოდვაში. სოდომურ ცოდვაში მხილება ნიშნავდა მეხსეულად განქორწინებას და სხვათა შორის არც კი დააცალეს რომ თქვა ესლებმათა ღელვა დაწყნარებულიყო რუსუდანმა ეგრევე თამარს მოუყვანა თავისი გაზრდილი დავით სოსლანი ქმრად. ვინ იყო დავით სოსლანი? დავით სოსლანი დედით როგორც ამას წერს ლაშა გიორგის ისტორიკოსი იყო დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი ქალიშვილის ვაჟი. შესაბამისად თამარის მამა და დავით სოსლანი იყვნენ ალალი მამიდაშვილ ბიძაშვილები. დავით სოსლანი ბიძად ერგებოდა. რა თქმა უნდა კათოლიკოს პატრიარქს აქვს უფლება რომ ბიძაშვილებიც კი დააქორწინოს ეს პრაქტიკა ჩვენ დასავლეთ ევროპულ ასე ვთქვათ კათოლიკურ ეკლესიის სინამდვილეშიც გვხვდება და მართლმადიდებელი ეკლესიის სინამდვილეშიც. თუმცა ლუკა პატრიარქის კანონით მეხუთე თავამდე, ანუ რომელსაც ჩვენ ქართველები მეშვიდე თაობას ვეძახით, ქორწინება დაუშვებელია. მაგრამ ვიმეორებ, პატრიარქის ნებართვით ეს მომხდარა ხდება კიდევაც, თუმცა რატომ იყო ესეთი სისწრაფე საჭირო და რასთან ჰქონდა საქმე და რა შეიცვალა ამ ყველაფრით. ჯერ თავისთავად გიორგი რუსის, იური ბოგოლუბსკის სოდომური ცოდვაც ცალკე შესწავლის საკითხია, იმიტომ რომ სოდომურ ცოდვას ჩვენი ეკლესია მაშინაც და ეხლაც უწოდებს ყველა სახის არაბუნებრივ გადახრას სექსუალურს და რაც ყივჩაღებში გაზრდილ თქვა ვიკინგური წარმოშობის იური რიურიკოვიჩს სავსებით შეიძლება ჰქონოდა. მეორე მხარეა რომ ეს არანაირად არ ნიშნავს პირდაპირ გაგებით ჰომოსექსუალიზმს. უბრალოდ რუსუდანმა დაინახა რომ თამარი ამასობაში ამ 2 წლის განმავლობაში ვერ დაორსულდა სხვა შორის წინსრებით ვიტყვი ერთ რამეს რომ თამარი მეორე მეუღლესთანაც დაქორწინების შემდეგ მხოლოდ 5 წლის შემდეგ გააჩენს პირველ შვილს
და ჩვენ კარგად ვიცით, რომ თამარ დედოფალი გარდაიცვალა საშინელი ტკივილებით კოჯრის ციხეში, კოჯორში შეიქმნა ცუდად ისე რომ ის ფაქტობრივად სასახლით იქ გახდა გადმოსაყვანილი თბილისში და საშინელი ტკივილით გარდაიცვალა დედობრივი სენითავო, როგორც წერია ჩვენს სავეწყაროებში. თამარ დედოფალი ცხოვრობდა აბსოლუტურად მონაზვნის ცხოვრებით. მარტო ერთ ფაქტს გავიხსენებ, რომ ბასიანის ბრძოლის წინ ის ფაქტობრივად მთელი კვირის განმავლობაში ჯერ გზად მიმავალი მერე ომის ბედს სანამ არ გაიგებდა ფეხში შველი ჯერ ჯარს მიუძღოდა შემდეგ ვარძიაში მუხლმოდრეკით დაუძინებლად უძინრად ლოცულობდა ეს რა თქმა უნდა ქალის ჯანმრთელობაზე ძალიან ძიმედ აღიბეჭდება და ნებისმიერი ექიმი ამას დაადასტურებს დღევანდელ დღეს რაც რა თქმა უნდა იწვევს გარკვეულ გართულებებს რაც შვილიერებაზეც აისახება და შემდგომში რა თქმა უნდა არის ალბათობა და საფრთხე რომ ეს დედობრივი სენი განვითარდეს. თამარი მართლაც და თან ერის ქალი იყო, მაგრამ მონოზონივი ცხოვრობდა, ლოცულობდა საქართველოსზე და განიცდიდა რაღაც იმას, რომელიც თქვა იმ დიდების, იმ სახელის მიღმა, რომელიც საქართველოს ჰქონდა, თითქოს და ჩვენი მკითხველისთვის, მსმენელისთვის, საზოგადოებისთვის დაფარულია. რასთან გვაქვს საქმე? ნახეთ, როგორც კი შეიცვალა გიორგი რუსი ტახტზე, მომენტალურად რუსუდანმა დაიწყო ჩანაცვლება აი ყუთულ ასლანის დასის გამოსვლის შემდეგ ხელახლა დაწინაურებული ღირსეული მოხელეების ღირსეული მამულიშვილების მისთვის მისაღები პერსონებით. აი აქ ხედავთ არა მარტო დავით სოსანს, არამედ ქურთული წარმოშობის მონოფიზიტ ძმებს ზაქარია და ივანე მხარგრძელებს. თავად განსაჭრეთ საქართველოს უდიდესი მართლმადიდებელი სახელმწიფოა იმ დროს და რაღაც სიტუაციაში ორი მონოფიზიტი ქურთი წარმოშობით ხდება ვეზირი, ერთი ამის პასალა მანდატურთუ ხუცესი, მეორე მსახურთუ ხუცესი და ბოლოს ივანე ათაბაგი იმდეს მოახერხებს ივანე მხარგრძელი, ანუ მსახურთუ ხუცესი, რომ დიახაც ათაბაგი გახდება და ათაბაგის თანამდებობა დაიწყებს ჭყონდიდლის თანამდებობის ჩანაცვლებას. ანუ უფლისწულების აღზრდა მას დაევალება და ლაშა გიორგისა და რუსუდანის პრობლემები, რომელზეც ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, ალბათ პირველ რიგში მისი აღზრდელის დამსახურებაცაა. ამ ქორწინების შემდეგ დაიწყო გაუთავებელი უზავო ომები, თარეშები. თამარის შვილების დაბადება, სხვადასხვა იუბილეს უძღვნიან მხარგრძელები და სხვა მათი მიმბაძავნი, ამა თუ იმ ისლამური ციხის ტერიტორიის აღებას, დარბევას, სხვა შორის ბოლო კულმინაცია იქნება 1200 წელს მთელი ირანის დარბევა და ცენტრალურ აზიამდე მისვლა, ხო ყაზვინი, ჰამადანი, თავრიზი, არდებილი, ყველაფერი ეს ავაოხრე და იქ ბოლოს ესეთი დასკვნაც იყო ცხაროში, რომ წინ იმიტომ ვეღარ წავედითო, რომ არც ერთ ვირს, ჯორს, აკლემს, ცხენს, ურემს, კაცს აღარ შეეძლო ნადავლი ზიდვა და თან ეს ლაშქრობა ხდება ზავის გარეშე. სხვა შორის მინდა გავახსენო მაყურებელს, რომ აი ამ ამბიდან 1210 წლიდან 15 წლის შემდეგ, როდესაც ჯალედინი ჯერ საქართველოს მოადგება და მერე შემდეგ წელს 9 მარტს 26 წლის თბილისს აიღებს და აოხრებს და 100,000 ქართველს დახოცავს, მისი ჯარი თითქმის 100%-ით შედგენილი იყო იმ ხალხისგან, რომლებიც ჩვენმა ჯარმა 15 წლის წინ ააწიოკა, გაძარცვა, აოხრა, დაარბია აბსოლუტურად ყოველგვარი პოლიტიკური საფუძვლების გარეშე. რადგან ყოველ ქმედებას უკუქმედება მოსდევს შემდგომში. ანუ ძალიან ჩვენ რა ვქენით ამით. გავაძლიერეთ სამხედრო პარტია, მაგრამ საქართველოს დაუკარგეთ სავაჭრო პარტნიორები. ის ჩვენს მიმდებარე რეგიონში, ჩვენ როდესაც ძალიან ღირსეულად ვიქცეოდით იმ ისლამურ ქალაქებთან, როგორც ხდებოდა ეს დავით აღმაშენებლის დროს თუ თვითონ თამარის მეფობის პერიოდში და ადრეულ ხანაში თქვა თამარის მეფობისა, ეს სავიზიტო ბარათი იყო საქართველოსი. სავიზიტო ბარათი იყო, იმიტომ რომ თელს ისლამურ სამყაროს იზიდავდნენ შენ და სავაჭროდ, შენ და სამეგობროდ, მაგრამ შენ რო ბევას დაიწყებ და აწიოკებას დაიწყებ, უკვე ამით შენ სამხედრო პარტიას აძლიერებ, მაგრამ მეორე მხრივ შენს
ასე ვთქვათ, ბურჟუაზიულ სეგმენტს, რომელიც იმ პერიოდის საქართველოში უკვე ჩასახულია და უკვე მოწინავეა, ასუსტებდა, ასთავარია შენს ეკონომიკურ კავშირებს, კულტურულ კავშირებს, პოლიტიკურ კავშირებს წყვეტ და ანადგურებ. აი ეს იყო სამწუხარო ვთქვათ, რაც იმ პერიოდში მოხდა. ერთის შეხედვით პოლიტიკურად შეიძლება ლამაზად ჩანდა, რაც ჩვენ და ჯვაროსნება 1204 წელს გავაკეთეთ, რომ რეალურად ბიზანტიის იმპერია შუაზე გავიყვეთ. ამაში დაგჭირდა სულ ერთი საერისთავოს ჯარი. ალექსი კონდენოსის მეთაურობით და ერთი საერისთავოს ჯარით მთელი ბიზანტიის შავი ზღვისპირა პროვინციები საქართველოს საზღვრიდან ერეკლინდე და ერეკლი კონსტანტინოპოლამდე სულ 80 კილომეტრია ყველაფერი ავიღეთ და დავაარსეთ ტრაპიზონის იმპერია, რომელიც ჩვენი ვასალური იყო. ერთი შეხედვით ეს საინტერესოა და დემონსტრაცია საქართველოს სამხედრო ძალის შეუზღუდავობისა და უძლეველობის. მეორეს მხრივ ეს ყველაფერი არის გარკვეულწილად სამომავლო პრობლემების გამჩენის შესაძლოა, იმიტომ რომ აქ შენ გარკვეულწილად რჩები მოკავშირეების გარეშე შესაძლოა ასეთ სიტყვას. ამის სხვა ჩვენს გამოხატულება აი ამ ჩვენი შიდა პრობლემების იყო ბასიანის ბრძოლას და შამქორის ბრძოლას. რატომ? აი ამ არბიელ ბრძოლებს მოყვა ორი კოალიციური ლაშქრობა ჩვენ წინააღმდეგ 1995 წელს შამქორის ბრძოლა, სადაც წინვალედ გავიმარჯვეთ, მაგრამ შამქორის ბრძოლაში ვის დაუპირისპირდით მთელი ირანის ტერიტორიებს, სელჩუკებს, ადარ-ბადაგანის, ათაბაგის, აბუ-ბაქრის მეთაურობით, ანუ რეალურად ირანის ხელმწიფის მეთაურობით. დავამარცხეთ და გავანადგურეთ. და აქ თავი გამოიჩინა სხვა შორის შალვა ახალციხეელმა განსაკუთრებით. შემდეგი ბრძოლა იყო 1202 თუ 3 წლის დღემდე სადავოა თარიღი ბასიანის ბრძოლა, სადაც გავანადგურეთ დღევანდელი თურქეთის თლიანად სელჩუკური ძალა რუქნადინის მეთაურობით, რუმის სულთნის. მაგრამ ნახეთ რა ხდება, აქ უკვე ბრძოლა 12 საათზე მეტყველს გაგვეჭიმა. ეს პირდაპირ მეტყველებს, რომ ჩვენ სამხედრო ინსტიტუტს, ჩვენ სამხედრო მანქანას რაღაც ხინჯი აქვს. იმიტომ რომ 80-90,000-იან ქართულ ჯარს არ უნდა გაჭირვებოდა ესოდენ გამარჯვების მიღწევა. გასაგებია მოვიგეთ და სხვათა შორის თამარი ამას ვზნობს და თავშიც ვთქვით, რომ მთელი ამ ბრძოლის პერიოდში ის ლოცვას არ წყვეტდა. რაღაცნაირად გრძნობს, რომ რაღაც შერყეულია შიგნით საქმე და მართლაც საქართველოს კიდევ ერთხელ შეეწია უფალი თამარის ლოცვით, მაგრამ როგორც ჩანს, საფრთხები წინ არის. ძალიან საეჭვო პიროვნება გიორგი რუსი კონსტანტინოპოლში განდევნილი ისე მოიწვიეს ქართველებმა წლების შემდეგ და ვინ? ცოტნე დადიანის წინაპარმა, სამხურთო ხუცესმა, ძირძველი იოანე მარუშიანის შთამომავალმა, მარუშის ძის შთამომავალმა, ვარდან დადიანმა, ბოცო ჯაყელმა, ანუ სამცხის სპასალმა, თბილისის მერმა და ფინანსთა მინისტრმა ბულასანმა და მთელი სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს ჯარი დაუდგა გვერდით. მართალია დამარცხდნენ, მაგრამ ეს ხო ნიშნავს, რომ იმ პოლიტიკას, რომელსაც უკვე რუსუდანი დავარის პროტოტიპი ატარებდა, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი არ იზიარებდა. როგორც ჩანს, არ იზიარებდა თვითონ თამარიც, მაგრამ უკვე ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელი იყო. შეუძლებელი იყო, რა თქმა უნდა, ქაჯეთის თხოვობაში მოქცევა იყო, ეკონომიკურ, კულტურულ ელიტაზე უარის თქმა და სამხედრო ელიტაზე ორიენტაციის გაკეთება, უთაბოლო ლაშქრობაზე აქცენტის გაკეთება და მიუხედავად რომელიც შემდგომში ძალიან მძიმე შედეგებს მოუტანს ჩვენ ქვეყანას, მაგრამ ასე იყო თუ ისე თამარი საქართველოს ისტორიაში მაინც რჩება უდიდეს ბოლო დიდებულ ფურცლად. ფურცლად ისე როგორც ვეფხის ტყაოს არის, ნახეთ, ჰეპი ენდი თავდება, ბედნიერად თავდება, ქაჯეთი იმსხვრევა. ეს არის იმედი, ეს არის სიყვარული, რომელსაც თამარი სხვათა შორის არა მარტო ქართველებში, მთელს იმდროინდელ მსოფლიოს საქრისტიანოში, ევროპელებში დებდა, რომ კარგ ამინჩიო შავ ზღვაში ცურვისას ევროპელი ჯვაროსნები, ევროპელი მოგზაურები და ვაჭრები თამარ დედოფლის სადიდებელს მღეროდნენ, თამარ მეფის სადიდებელს გალობდნენო. და სხვათა შორის ერთ ფაქტსაც ვიტყვი, 2012 წელი იყო, როდესაც მომიწია პენტაგონში ყოფნა და იქ ესეთ რაღაცას მეკითხებიან ამერიკელები. თქვენ თუ იცით, ჩვენ რო ჩავატარეთ გამოგიტყო, მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე დიდი პოლიტიკოსი ქალი ვინ იყო? რა თქმა უნდა, დავფიქრდი, მე თქვი ვიღაცა ევროპას გვეთქვიან. და წამოსდა ელიზაბეთ პირველი, მაინც. არა, ელიზაბეთ პირველიო, ჩვენი ანალიზითო, მეორე ადგილზე გავიდა. ყველა დროის ყველაზე დიდი პოლიტიკოსი ქალიო, მსოფლიოში იყო თამარიო და რო ვკითხეთ თუ რატო, რა პარამეტრები. მითხრესო, მან დაამარცხა იმდროინდელი ირანიც,
იმდროინდელი რუმიც, ანუ ყველა სახის ისლამური კოალიცია. ის იყო გაცილებით ძლიერი, ვიდრე ბიზანტია ან მთელი ევროპული კოალიცია ჯვაროსნები. მას უთანხმებდა ყველაფერს ისლამში ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი სალადინი. მის დროს საქართველო იყო სრულიად დემოკრატიული და ჰქონდა აბსოლუტურად არჩევითი და ისე რომ ყველა ფენა იყო წარმოდგენილი დარბაზი. იმ დროს საქართველოს კულტურა იყო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი, იმ დროს საქართველო იყო ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი სახელმწიფო და არასდროს არ ყოფილა მსოფლიო ისტორიაში არც ერთი სახელმწიფო, რომელიც ყოფილიყო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და მაშინ მის სათავეში ყოფილიყო მანდილოსანიო. კულმინაცია, უმაღლესი წერტილი ჩვენი ყველა სახის ძლიერებისა იყო თამარის დროს და მიუხედავად ამისა, ის მაინც ნანობდა, ის მაინც ლოცულობდა, გლოვობდა და რეალურად შეეწირა იმას, რომ სურდა კიდევ უფრო ნაღდი, კიდევ უფრო წმინდა და სუფთა ყოფილიყო საქართველო.